ბიძინას იდეური თანა მზრახველი და თანა მუზიარი არის აიათოლა ირანში სიკვდილი ისრაელს სიკვდილი ამერიკას ვიზის კაცო ყობახიძე რატო ზის იმიტომ რომ იმე ბიძე თანა მოაზრეები არიან ესენი გესმიდა ბირთული იარაღი რო არ კონდეს ირანს და სოფლიოში მშვიდობა იყოს და რაღაცა ოპერაცია ტარდება ხო ეს აიათოლას რეჟიმიც მე დარწმუნებული ვარ მალე გაქრება აქეთ ლუკაშენკოს ნახე ლუკაშენკომ რა გააკეთა ამერიკელების ჩარევით გაუშვა პოლიტბადიმარი ლუკაშენკო იტოვებს სივრცეს ბიძინა ბიჭო ვიღაცა ხოშერო შეაფხიზლეთ ეს კაცი რომ ის არის რაღაც სხვა რეალობა დგება პუტინი მოთხოვს და ტირის რომ აი მე ახლა ირანს რა ირანში ახო აიათოლას რეჟიმს და თან როგორი პუტინი როგორი მოკავშირეა ირანი აწვის იმეს რა ქვია სამხედრო მიმართულებით ეხმარება ეკონომიკურად და რო დაჭირდა ირანს ის მარტო შეშფოთებულია რუსეთი კი არ დაეხმარა რამე დაეხმარა რა ვითუდა დაეხმარო თავის კივილი აქვს კუდი იმისა ტრამპმა როგორ თქვა რომ დაპირეკა ვალოდიამ პუტინმაო და მითხრა რომ გიშუამდგომლეფო ახლო აღმოსავლეთ ირანთანო ურთიერთობაშიო და პასუხი გავეცი რომ შენ თავს უშუამდგომლეო რა ჩემო ძვირფასებო მართლა სხვა რეალობა დგება უბრალოდ უნდა გაიაზროთ ამერიკელების ასეთი ჩართულობა ჩვენს რეგიონში და ასეთი მტკიცე გადაწყვეტილება ნიშნავს რომ ერთ არჩებიან კაცო ესეთი დიქტატორები ადამიანის უფლების დარღვევები წამებლები ტერორისტები ეს კრიმინალი ხალხი ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას და ამათაც ეხა ძალიან ძიმე რეალობა უდგას სხვადასხვა ძალიან ძიმე რეალობა დგას ნახეთ ყველას უკვირს რომ აი რუსეთთან და ირანთან ირანთან კი არა აიათოლასთან ირანელ ხალხს უმრავლესობას როგორ უნდა მოგწონდეს ადამიანი რომელმაც 10000-ობით ადამიანი დახვრიტა 2000-მდე ბავშვი და დღისით ძისით ქალებს აღჩობენ აწამებენ და ეს რაღაცებს უკეთებენ არ შეიძლება ხო ნორმალურ საღ ადამიანს მოგწონდეს აიათოლა თორე ირანელ ხალხს და ირანს იმხელა რესურსი აქვს რომ არა მარტო რეგიონში სოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკა იყოს წარმატებული იყოს ლაღი იყოს ბედნიერი იყოს ჩვენთვისაც რა კარგია ხა დემოკრატიული ირანი ხო სამეზობლოში აი მართლა ძალიან მაგარი იქნება თუმცა ნახეთ აიათოლას და ბიძინას და პუტინის შორის დასაერთოა იმიტომ რომ კორუმპირებულები აბსოლუტური კრიმინალები და მათ არ უნდა დემოკრატია ეხლა დასავლეთი ეუბნება რომ დემოკრატია რას ნიშნავს არჩევნების წახვალ მოხვალ არ ვიცი სულ ხელისუფლებაში ვერ იქნები რაღაცა როგორც ასილარი ირანს ეს თავზე საყრელი აქვს მარტივად რო ახსნა და ყიდულობს 5 თეთრად აი 100 ლარიან იმას აი ეხა ეგრე ვეღარ იქნება თუ რეჟიმი შეიცვალა და ირანმა ამოისუნთქა და ირანელმა ხალხმა ეს დოულათით კი ვერ ისარგებლებს პირობითად რუსეთი და ჩინეთი ისარგებლებენ ირანელები კაცო ამ იმით რა ქვია სიმდიდრეებით ჩვენ რა ვქნათ ჩვენ ხო ჩვენ მე დარწმუნებული ვარ აი ამ ყველაფრის ფონზე კიდე უფრო დარწმუნებული ვარ იმაში რომ ერთადერთი ჩვენი ქართველი ხალხის ესე იგი ბრძოლის უნარიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმტკიცე